საქართველოში რუსი შემსრულებლის ზენფირას კონცერტზე დასაწყებად გაყიდული ბილეთების საფასური მაყურებელს სექტემბრამდე არ დაუბრუნდება. კომპანიამ, რომელიც ბილეთებს ყიდდა, განცხადება გუშინ გაავრცელა მიმართვაში. განმარტებულია, რომ ბილეთების დაბრუნების დროს თანხები არასწორად გაიცა. აუცილებელია, რომ მოხდეს ყველანაირი ინფორმაციის დაზუსტება და სიების შედგენა, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა დრო. ამის გამო ბილეთების დაბრუნება განახლდება 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე. ნათქვამია განცხადებაში. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ტიკეტ სერვისის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ზენფირას კონცერტის ლატვიელმა ორგანიზატორმა ქვეყანა დოკუმენტაციასთან ერთად დატოვა, მათ შორის წაღებული აქვს ბილეთების შემწყიდველთა სიაც. მისი ინფორმაციით, სულ ბათუმის და თბილისის კონცერტებისთვის 1500-მდე ბილეთი გაიყიდა. შეგახსენებთ, ბათუმში ზენფირას კონცერტი დღეს 24 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა 17 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტის ორგანიზატორმა ქვეყანა დატოვა და ღონისძიებაც ჩაიშალა. საქმე იმაშია, რომ ორგანიზატორი ამ კონცერტის იყო ლატვიელი. მათ მიერ იყო შედგენილი პროგრამები ყველანაირი და ყველანაირი სიები, რომელიც არის არეული, რადგან თოგი დატოვეს, თოგი წაიღეს, მისაღებთ დატოვეს საქართველო და როგორც კი ამ პროგრამისტები მუშაობენ ამაზე და პერიოდულად აღდგება ეს ბაზები და მაქსიმალურად დრო ავიღეთ 15-დან 30-მდე